სასამართლოდან თამარ ბუბაშვილი გვერდება. თამარ, ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება იმას, რომ გოგითობაძის ბლოკი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებს? მართალია საქალაქო სასამართლო მრეწველთა საჩივარი დააკმაყოფილა, თუმცა ეს იმას აღნიშნავს, რომ პარტია არჩევნებში ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ CSKOM საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, ეს იმას ნიშნავს, რომ მრეწველებს უკვე მოუწევთ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ. CSKOM-ში აცხადებენ, რომ ხვალ 12 საათამდე უნდა ჩაბარდეთ გადაწყვეტილება და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა ისინი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში. ამისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორდღიანი ვადა აქვს. თავად მრეწველები კი აცხადებენ, რომ მათ ჰქონდათ ყველა დოკუმენტაცია იმისთვის, რომ სასამართლოს მიეღო მათი სასურველი გადაწყვეტილება. ასევე გოგი თოფაძე გარკვეული ჯგუფების ინტერესებზეც საუბრობს. ოცნება რა თქმა უნდა მოიგებს, მაგრამ დარჩენილი 5-6 პარტია ერთმანეთის კონკურენტები ვართ და ალბათ ვიღაცა ძალიან აწყობდა და ეს ალბათ უნდა გამოიძიონ. ამდენი უსამართლობა, რაც ამ რამოდენიმე დღეში CSKOM-ის თავმჯდომარემ და მისმა თანამშრომლებმა იკადრეს, მაგას ალბათ ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა. სასამართლო ვალდებულია ხვალ ჩვენ 12 საათამდე ჩაგვაბაროს გადაწყვეტილება, დასაბუთებული გადაწყვეტილება, ნახავთ მის სამოტივაციო ნაწილს, შევისწავლით და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. კანონით დადგენილი წესით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2 დღის ვადაში. სასამართლო პროცესის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში საქალაქო სასამართლოს ეზოში იყვნენ შეკრებილები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები. ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ. მადლობა, ეს თამარ ბუბაშვილი იყო. შეთანხმება ჩინეთთან როდის გაფორმდება ხელშეკრულება და რას გულისხმობს ეს დოკუმენტი? ამაზე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ, დაგველოდეთ.